Დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ვაგრძელებ ჩვენ დღეს წარმოადგენ ჩემს შემდეგ სტუმრებს დავით არჩვაძე ესევე კვარტეტი ჰანგები მოგესალმებით წარმოადგენ ასევე სტუმრებს ლაშა და დავით მედელაშვილები მამუკა გორგილაძე ზურა ჩხეიძე მოგესალმებით მოგილოცავთ და ასევე ნინო მაჭავარიანი და მაყურებელს აუხსნათ ჩვენი ერთად შეკრების მიზეზი ბატონ დავით თქვენგან დავიწყებთ თუმცა მანამდე ყველას მოგილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას მრავალს დაესწარით დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში მოგვიწია. ახალწლები და გასაგებია. მორბენა და ნუ დღეს ძალიან დიდი დღეა და ძალიან ტკბილი დღეა თითოეული ქართველისთვის, თითოეული მართლმადიდებელისთვის, იმიტომ რომ ჩვენი უწმინდესის დაბადების დღეა და აი ზუსტად რომ მოვედით პატარა სურპრიზი გვაქვს, მოგზალებული ძალიან, რა თქმა უნდა, სიმღერა, ახალი სიმღერა, რომელიც აი ფაქტობრივად რამოდენიმე საათში ჩაიწერა ძალიან გვინდოდა რომ მოგვესწრო მადლობა უფალს მოესწრო და მოისმენს ჩვენი მსმენელი და ჩვენ გვინდა ამ სიმღერით გამოვხატოთ ძალიან დიდი სიყვარული და უდიდესი პატივისცემა და უდიდესი მოგრძალება ჩვენი უწმინდესის მიმართ და მინდა რომ ლექსის ავტორმა თავად ისაუბროს ამ სიმღერის ლექსის სანამ შემოვიდოდით ეთერში მანამდე გვიყვებოდა კაპიტალინა თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი როგორ გაჩნდა სურვილი ლექსის დაწერის თუმცა კითხავდა მაყურებელსაც მოუწევთ ძალიან საინტერესო ისტორია გაზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს უწმინდესმა და უნეტარესმა აფხაზეთის ინტელიგენციის წარმომადგენლები მიიწვია თავისთან სტუმრად გვითამა და მოგვეფერა და წილად მხდა ის პატივი რომ ლექსი წაუკითხე უწმინდესმა გულში ჩამეკრა ძალიან მოეწონა და დამლოცა როდესაც ამ ლექსს წერდი და თუ არჩვაძის ხმა მესმოდა რაღაც განსაკუთრებული იმ ჰანგით როგორიც მას ახასიათებს და დიდი პატივია ჩემთვის დღევანდელი დღე უწმინდეს ასეთი გულ დამწვარი და ბულატირებული ჩემს სამშობლოზე ადამიანი იშვიათია, როგორც ჩვენი უწმინდესი არის, ვუსურებ ზეგრძელობას, დღეგრძელობას, დიდხანს სიცოცხლეს, მართლაც და სვეტი ცხოველივი დიდსა და მაღალ ადამიანს, ჩვენთვის, ყველასათვის, საგზალს და რწმენას. და ამის მოსმენის საშუალება ჩვენ რამდენიმე წუთში უკვე გექნება, თუმცა მანამდე კვარტეტის წევრებს მინდა ვკითხო, შეგიძლიათ მიულოცოთ კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღე და შემდეგ უკვე თქვენი ჯგუფისთვის, თქვენი კვარტეტისთვის რას ნიშნავს ის, რომ აი პატრიარქს ეძღვნება თქვენი ერთ-ერთი სიმღერა თქვენი რეპერტუარიდან. მოგესალმებით ყველას, ეს მთელი ერისთვის ბედნიერი დღე არის, პატრიარქის დაბადების დღე არის დღეს და დიდი მოგზალებით და სითბოთი და უდიდესი სიყვარულით კვარტეტი რა თქმა უნდა მიულოცავს პატრიარქს და ძალიან დიდხანს სიცოცხლეს უსურვებთ იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენს საიმედოდ ყოფილიყოს, ერის საიმედოდ ყოფილიყოს. და ეს ამ სიმღერაზე, როდესაც გავიგეთ, იყო უდიდესი ბედნიერება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ისეთი ანუ პატრიარქისადმი მიძღვნილი სიმღერა არის და უკვე ყველაფერს ნიშნავს და ყველაფრის თქმელი არის და ესეთივე თბილიც გამოვიდა და ძალიან ფორს მაჟორში მოხდა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. ერთ ღამეში უცებ ჩაიწერა და დღეს მოვისმენთ. იმედია რომ მე მინდა ვთქვა აი ლექსის დამაგვირგვინებელი ბოლო ფრაზა და აი ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი. ფაქტობრივად ამ ფრაზამ დამაწერინა მთლიანად ეს სიმღერა. ო მიწავ ჩემო ზღვავ და მდინარე სამების შვილო მამავ სიონის შენ საქართველო მირო მდინარე უწმინდესით და კავკასიონით. აი ეს არის მთელი სიმღერის არსი. საოცარი სიტყვებია მართლა. ძალიან და მადლობა ჩვენს ნიჭიერეს ადამიანს, ნინო ამ მართლა და იცით აი ძალიან რუდუნებით, ძალიან სიფაქიზით, ძალიან დიდი სიფრთხილით მომაშვილა ეს სიმღერა და ისე ვიშვილე რომ მეც რა თქმა უნდა 100 უწმინდესით ლოცვა კურთხევით და თავარია კურთხევა იყო ისეთი რომ გავგვიადვილდა, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო მოგეხსენებათ ესეთი სიმღერის შექმნა. და მადლობა უფალს რომ შეიქმნა და მინდა რომ შეიყვაროს თემა საქართველოს და მოგესალმებით. თუ დიდი მადლობა ბიჭებს. საინტერესო თქვენი ურთიერთობა აქამდე ბატონ დავით ბატონინოსთან თქვენი მოგახსენებთ ჩვენ ერთობლივად გვაქვს სიმღერა აფხაზეთზე რომელსაც ეკა კვალიაშვილი ასრულებს საოცრად და იცით მე რა მომწონს ნინოს ლექსებში ეს არ არის რაღაცა ესეთი პესიმისტური და უიმედო სევდა და ტკივილი ძალიან დიდი იმედი
არის თითოეულ ლექსში და აი აფხაზეთზე მაგალითად სიმღერა ისე მთავრდება ქარს გამოვატან ოცნების ბარათს ეს არის საიმედო და ის რომ ჩვენია და არც დაგვიკარგავს და აუცილებლად დავიბრუნებ და ღვთისმადლით რა თქმა უნდა და აი ეს სინათლე ჩანს მის ლექსებში ქალბატონ ნინოს ლექსებში და აი ეს მაძლევს მეც სტიმულს რომ ძალიან მაჟორული იყოს ესა თუ ის სიმღერა და იმ აფხაზეთსაც მაჟორულად უმღერით და სრულიად საქართველოსაც რა თქმა უნდა და სანამ მოვისმენ მე კვარტეტის წევრებსაც მინდა ვკითხო, რამდენად ნაყოფიერი იყო თქვენთვის 2015 წელი და საომავლო გეგმები მესმის რა რთულია რაღაც გეგმებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ახლა დაიწყო წელი, მაგრამ ალბათ გექნებათ რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც თქვა დაგეგმილი. უშიარადად საუბრობდით. კი, ანუ ჩვენ ქონდა ამ ხრივ ძალიან ესე ვიტყვი შემოქმედებითი წვა, იმიტომ რომ დათოსთან ერთად ჩვენ კვარტეტმა ჩავწერეთ დუეტები და ვიტყვი რომ არც ისე ცოტა არის უკვე დაგვიგროვდა ნამდვილად და სოლო კონცერტია ფაქტობრივად და ალბომი გეგმავთ კიდევაც ალბომი გამოიცეს ესე დუეტები და პრეზენტაციაც იყოს ესე დუეტის კვარტეტი და იქნება ეს სიმღერა ამ ალბომის ანუ მე და ბიჭები ჩვენი ერთობლივი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი მეხუთე იქნება თუ ჩემი საავტორო სიმღერები ეს მეშვიდე სიმღერაა და შვიდიანი ისეთ ციფრია რომ კლავს ძალიან ქართული და იმედი მაქვს რომ ჩვენი ეთერის საშუალებით გვექნება ამის წარდგინების საშუალება დიახ და მე სურპრიზსაც გაგემხელთ თქვენი ტელევიზიის თაოსნობით და დახმარებით ძალიან მალე რამოდენიმე დღეში გადავიღებთ ვიდეოს ორიგინალურს და საინტერესოს იმიტომ ლექსი იმდენად ორიგინალურია რომ შესაბამისი ვიდეოც უნდა გქონდეს და მე ძალიან გამახარა აქაურმა ხელმძღვანელობამ რომ ანუ შეგვიდნენ რომ კლიპს გადავიღებთ ერთად ვიდეოს რომელიც დარჩება ავიცი წლებს და ამ კლიპით მოვეფერებით სრულიად ჩვენს ტელევიზიას ძალიან უყვარხართ და ბუნებრივია რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა კვლავ გრძელდება ბატონ დავით მე გკითხავთ კიდევ ერთხელ სიმღერის სახელწოდება თუ შეიძლება უთხრათ მაყურებელს რა სიმღერა შესრულება მე თვითონ შევარჩიე აი მე მგონი ავტორს მოეწონება ესეც მთავრდება ეს სიმღერა უწმინდესით და კავკასიონით იმიტომ რომ ავიც მე მგონი შეიძლება სხვა ვერსიაც ჩემი ფიქრებიც ეხება უწმინდეს და კავკასიონს. აერთიანებს ჩვენი. კი. დიახ და არ შეიძლება მე არ ვისაგებო მომენტად და უკეთილშობილეს ადამიანს, უსაყვარლეს ადამიანს მე გზაში ვსაუბრობდი დღესდღეობით გასაკვირი გახდა სამწუხაროდ ესეთი ადამიანების არსებობა და ბატონ გოჩაინოქიძეს ძალიან დიდი მადლობა რომ ეს სიმღერა საერთოდ რომ ჩაიწერა მისი დამსახურებაა და მადლობა ბატონო გოჩა რომ ესეთ საერო და კეთილ საქმეში გვერდზე გვიდგას ეს ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა და მე მგონი გვაქვს უკვე იმის საშუალება რომ მოვისმინოთ ეს სიმღერა დავით არჩვაძე კვარტეტი ჰანგები შეგესრულებენ სიმღერას რომელიც კათოლიკოს პატრიარქს ეძღვნება. მე გთხოვთ რომ გადაინაცვლოთ გვერდზე სტუდიაში და დიდი გულისყურით მოგისმენთ. თუმცა სანამ შემოგვიერთდება კვარტეტი მე დაგემშვიდობების წევრი ამ სიმღერით დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად მშვიდობიანი საღამო მინდა გისურვოთ და კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა ვილოცავთ კათოლიკოს პატრიარქს დაბადების დღეს ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს ვუსურვებთ. ხორბლის ყანაში სიარულს ბედა თას მოსდგომია ფარაირმების ცაში ავყურებ ვარსკვლავთ ამხედავს მიწის სურნელი მათ ფოფსივერებს როცა შევყურებ გერგეთს და მცხეთას გომბორს მოწოლილ შოთას ფიქრებით დამჯულავირანს ძალაქვს კლდეთა დალის ხეობას ქრისტესიერი ხორბლის ხანაში სიარულს ბედა თას მოსდგომია ფარაირმების ცაში ავყურებ ვარსკვლავთ ამხედას მიწის სურნელი მათ ფოფსივერის ომიწავ შემოზღვავდა მდინარე სამების შვილო მამალ სიონის შენ საქართველო მირომდინარე უწმინდესით და კავკასიონის
მსვენი უკრავს დაირას ოშკი ხახულთან იქცა მამლუქად ზედგად მოხურებს თერგი დარიალს გასარჩევი აქვს საქმე მამლუქად როცა შევყურებ გერგეს და მცხეთას გომბორს მოწოლის შოთას ფიქრებით დანჯულა მირას ზალავს კლდეთა დალის ხეობას ქრისტეს სიერი ხორბლის ხანაში სიარულს ბედა თას მოსდგომია ფარაირმების საში ავყურებ ვარსკვლავთა მხედარს მიწის სურნელი მათბობს ივერის ომიწავ ჩემო ზღვავ და მდინარე სამების შვილო მამავ სიონის შენ საქართველო მირო მდინარე უწმინდესი და კავკასიონით ომიწავ ჩემო ზღვავ და მდინარე სამების შვილო მამავ სიონის შენ საქართველო მირო მდინარე უწმინდესი და კავკასიონით უწმინდესით და